ეს მოვამზადებთ ყველასგან მივიწყებულ უძველეს ქართულ კერძს, რომელიც უყვარდათ მეფეებს, რომელსაც ეძახოდნენ სამეფო კერძს, რომელიც მზადდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქართული ღვინით, დიახ, ქართული ღვინით. შავი, აუცილებლად შავი ღვინით. ეს არის კერძი ჩაქონდრილი. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. პირველ რიგში ჩვენი სამეფო კერძისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ვინაიდან წვიმს და თოვლსაც ველოდებით, ისეთ ადგილზე ვართ, ყველაზე მაღალ ადგილზე ვართ თბილისში და აი, წაგვექცა, არა უშავს, მოვამზადოთ. აი ესე. კარგია, ცოტასაც გავთმებით. პირველ რიგში, რაც ჩვენი სამეფო კერძისთვის დაგვჭირდება, ესენია საქონლის ხორცი, რბილი ნაწილი. ეს წეგან ვახსენებ წვიმს მეთქი და თან ქარი იყო და შემეშინდა, არ დაგვსვლებოდა. ქარცარწა იყო, მარილი, ბევრი ქონდარი, დაღერღილი წიწაკა, ცოტაოდენი ხმელი ქინძი, საქონლის ხორცი თქვით უკვე ცოტა ბლომად დაგვჭირდება ხახვი ამ კერძისთვის. ერთს გაურევ აუცილებლად წითელ ხახვს, რომელიც ძალიან მიყვარს ყველა კერძში, ცოტა ნიორი, შავი ღვინო და ზეთი. და რაც მთავარია, ყველაფრის გემოს შესაკრავად ეს არის ყლაპი. ყემლის ყლაპი, რომელსაც ჩავაჭრით, ბოლოსაც გავუკეთებთ მერე მოყრილად. ეხა ესენი რომ დაგვისველდეს, აი ესე ავაწყობ ისევ და დავიწყებ ხორცის დაჭრას. ამასობაში დავადგათ სამფეხიც, აი ესე ჩავდგათ, სადმე მოუძებნით. აი ესე. ია. სამეფოს იმიტომ ამბობ, რომ მივიწყებულია ეს კერძი დღევანდელ თანამედროვე სარესტორნო მენიუებში და იშვიათად კეთდება ეს ჩაქონდრილი. როგორც ძველ ისტორიულ წყაროებში ჩანს და რავი იწერება, ქონდარი ყოველთვის ყოფილა თურმე საქართველოში და ეს ჩაქონდრილი ყოფილა სამეფო კერძი. პირველ რიგში, რაც მთავარია, აი ესე თხლად დავჭრით სიგრძეზე ხორცს. აი ეს. რომ კარგად ჩაიხარშოს, ჩაიბრაწოს. შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შევისწავლო ძველი ქართული კერძები და ერთ-ერთი არის ეს ჩაქონდრილი და ამ ჩაქონდრილზე წავიკითხე, რომ თურმე სადღესასწაულო დღეებშიც აკეთებდნენ ძველად და აი ქორწილები რო იყო დღესასწაულებს ვაღნიშნავდნენ, მეფეებისთვის საყვარელი კერძი ყოფილა. რა თქმა უნდა მეფეებისთვის, თორე აბა გლეხების საყვარელი კერძებს ვინ შეინახავდა. რა თქმა უნდა სამეფო ნადიმზე, პირველ რიგში სამეფო ნადიმზე მიდიოდა ნადიმისთვის მიდიოდა მისი მომზადება. ჩავასხამთ ცოტაოდენ ზეთს, ცოტაოდენს რა გჭირდება ზეთი, ცოტა წყალით შეიძლება დაგჭირდეს და მე ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან. წეგან დამავიწყდა და დაფნის ფოთოლი დაგჭირდება აუცილებლად, დაფნის ფოთოლი, რომელიც აი ახლა რომ შიშხინებს. ზეთი აი მანდ უნდა ჩავაგდოთ. ცოტა რომ გემომიიღოს ზეთმა დაფნის. აი ესე რომ ჩაიხრაკოს. ეხლა ჩავაყაროთ ხორცი. ამდენი ომი გვაქვს მოგებული ქართველებს, დიდ მეფეებს და აი ეს ყველაფერი რო აღინიშნებოდა, მაშინ თურმე კეთდებოდა ჩაქონდრილი. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჩვენს ძველ კერძებს პოპულარიზაცია გავუკეთოთ. ამალას რომ მზადებდნენ, ამალას სარეულები. მანამდე გვერდით მივუდგათ ტაფა რო გავახუროთ ხახვისთვის და ნიორისთვის, იყოს ესე. ამაზეც
ცოტა ზეთი დავასხათ. აღმაშენებლის ფავორიტი მზარეული ვიყავი მე წინა ცხოვრებაში. აბა თუ ამხელა რაზმს და ამალას თუ კაი კერძები არ გაუმზადე და ენერგიაზე არ მოიყვანე? ომს კი არა, ბიჭო, ყანას ვერ მოთოხნია. ეხლა ახს დავჭრი მე ჩემო ძვირფასებო. დიდ ნაჭრებად დავჭრათ. აი ესე. ბევრი ხახვი უხდება ამ დიდებულ კერძს. ბევრი ხახვი ცოტა ნიორი. და მებრძოლების ესეთი შემართება, ესეთი გიჟური. კარგია, წვიმამ ცოტა გადაიღო. ეხლა ის პერიოდია, დავითი რომ თბილისი იხსნიდა, აი ხა ვამზადებ მე სამეფო კერძს დავით ველოდები აგენ წხეთასთან. მოდის ქუთაისიდან. ჩავაყაროთ ხახვიც. აჰა. ზუსტად ისე მიდის ხორცის ხავშვის თემები. აი ხა ამას უნდა ჩავასხათ, აუცილებლად შავი ღვინო. ის ისტორიული ქართული შავი ღვინო. არ დაგენანოთ ღვინოც. ნიორიც ჩავაჭრათ. ხავს და ერთად დაიწყოს მოთუშვა. უშინგენაცალი. ეხა მე ჩემი რეცეპტით აქვე მოვაყრი. ესე გავშალოთ, უკვე ხარი აღარ არის იმდენად. აქვე მოვაყრი ცოტა ყემლის ტყლაპსაც, ხავს და ნიოს. აუდო დასვენდა ცოტა, გაგვირთულდა, მაგრამ ადაუშავს. ცოტა ცუდი დასაჭრელი, მაგრამ ადაუშავს. ამას მე კიდე დავჭრი. ახლა მოვაყრი ხავს და ნიოს. ნუ ის ტყემლის სიმჟავეზე გადაიყვანოს. ამასობაში მომწერეს ლაშქარმა მომწერა არიჩქარო ცოტა გვაქო დრო ვისვენებთ. ამასობაში შენ კერძს მიხედევ. და ისეთ მანამდეო მე ჩამოვივლიო, ჩემი სოფლელი ომობდა დავითთან და ჩამოვივლიო და გამოაწერიებ. ამასობაში არ დაგავიწყდეთ. სერბადრის ჩემი არხის გამოწერა. Facebook კომენტარები, Facebook-ში გამოწერა, დამეგობრება, თქვენი აქტიურობა. თქვენი აქტიურობით ჩემი არხი ცოცხლობს და უფრო მრავალფეროვნებას ვტირდებით კიდევ ბევრ საინტერესო ხალხთან ერთად. ვიდეოებს საინტერესო სიტუაციაში და არ დაიზაროთ. აი ახლა ნელ-ნელა ის ჩაუშრება, ის ღვინო და მანამდე დავჭრათ ეს ტყლაპი, რაც გვაქვს დარჩენილი. იმისთვის რომ ხორცში ჩავყაროთ. აი მას საკმაოდ აქვს ხავსაც და ძალიან უარ აგვიმჟავდებს. ამიტომ ეს რაოდენობა ეყოფა. აი ხა გავაერთიანოთ ეს ხახვი და საქონლის ხორცი. ოჰო.
ეხლა დავიწყებთ სუნელების მოყრას. პირველი ეს არის დაღერღილი წიწაკა. უნდა ცოტა ბლომად. ხმელი კინძი ძალიან ცოტა. და ჩაქონდრილი, იმიტომ ქვია რომ ქონდარი ბევრი. აი, საკმაოდ, ჰა? აი ეს. ხემლის ტყლაპის მჟავე არომატი. წითელი ხახვი, აი, რომელიც ზღაპარია ყველაფერში. და ქონდარი რომ გაუერთიან და ერთმანეთს გამოვიდა რაღაცა ზღაპრული არომატის მქონე. თოვლი არა, თოვლი არ არის. თოვლამდე აკლია სულ რაღაცა 1-15 წუთი. სანამ ჩვენ მარილს გავუკეთებთ, სანამ ჩვენ მოუვრევთ. გავსინჯავ შეიძლება თოვლმას დაიწყოს. სასშინელი ამინდია. მაგრამ არა უშავ, ჩვენ ამინც არ უშინდები, მე პირადად ამინც არცად არ უშინდები. არც ერთ ტერიტორიაზე, არც ერთ მთაზე. მარილი ცოტა დაგვისველდა, მაგრამ არა უშავს. პირდაპირ დავსვა მიგზადაც საჭიროა. ოპა! აჰა. ჩვენი სამეფო კერძი საუკუნეების წინანდელი, რომელიც პოპულარული უნდა გავხადოთ, ეს არის ჩაქონდრილი, გამზადდა. გადმოვიღოთ ჩვენს ჭურჭელზე. უნდა მოვაყაროთ აუცილებლად ის დაჭრილი ყლაპი ხემლის. აი ესე. ამინდი რო გიშლის ხელს, მაგრამ მაინც კარგი უნდა გამოიყვანო ყველაფერი. დადგა დრო და ჟამი ჩვენი სამეფო კერძის დაგემოვნებისა. აბალავაში აი ქარი, არის ეს სად დავიჭირე. აი ის ძველი პრემბუთის ინსტინქტები სად გამომადგა. ოჰო. აქ დავდებ. საველე პირობებში ვართ. აი ესე. ჩემო ძვირფასებო. მოვაყოლოთ ის ტყლაპიც. შეხე. დავით მეფეო, კერძი მზად არის. ვიცა ჯერ მე შევჭამ და მერე. ოჰო. პრიად დიდებული გამოვიდა. მომწონს ძალიან კარგია. ჩემო გამომწერებო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, არ დავკარგოთ ქართული ტრადიციები. მოვიძიოთ ბევრი ინფორმაცია ჩვენს მივიწყებულ კერძებზე, თუნდაც ესეთ კერძებზე, ჩაქონდრილი როგორიც არის და ძალიან ბევრია და დამიწერეთ რომელი იცით კერძი, რომელიც მივიწყებულია და რომელიც გაცოცხლებაც კარგი იქნება დღევანდელ ცხოვრებაში, ამასობაში კიდევ დაალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ!